სტიქიის მძიმე შედეგები გურიასა და იმერეთში ორივე რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. უამინდობის გამო ცალკეულ რაიონებში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დანგრეულია გზები და განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნაწილი. სტიქიის შედეგად სატრანსპორტო მოძრაობა ამ დრომდე პარალიზებულია ვანის სულურის დამაკავშირებელ გზაზეც. შედეგად სოფელ სულურის მცხოვრებლები რაიონულ ცენტრს მხოლოდ საფეხმავლო ბილიკით უკავშირდებიან. გურიაში სპეციალური ტექნიკით გზის გაწმენდა უკვე დაწყებულია. გადაუღებელი წვიმის გამო გურიის 4-ვე მუნიციპალიტეტში ზარალი დიდია. გუბერნატორის ინფორმაციით დაზიანებულია 20-მდე ხიდი, გზის საფარი და საყანე მიწები. ზარალის დასათვლელად შექმნილია სპეციალური კომისია. გადაცემული გვაქვს სრული ინფორმაცია ეკლესიების საბჭოსთვის და ინფრასტრუქტურაში უახლოეს περιოდში დაათვლილ ზარალს კომისიურად გადავცემთ და მოხდება რეაგირება. ვანის სულურის საავტომობილო გზის მე-12 კილომეტრზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა. წაიღო ხიდი, დატბორა მოსახლეობის კარ-მიდამო და დააზიანა ვანის სულურის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სავალი ნაწილი, რომელზეც მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, დაგეგმილია უკვე რა პროექტით უნდა გავაკეთოთ აღდგენა. ალბათ დაახლოებით 2 დღეში აქ მოძრაობა აღდგენილი იქნება. ქუთაისში პეტრეცის ქუჩის 78 ნომერში სახლი და ეზო დაიტბორა. წვიმის წყალი სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა და ეზოსა და სარდაფში შევიდა. ადგილობრივები გაუმართავ სანიაღვრე სისტემაზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, მსგავსი შემთხვევა თითქმის ყოველი წვიმის დროს ხდება. ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ პრობლემა გარემოს დაცვის ინსპექციამ უნდა მოაგვაროს. გაიჭედა ის გასასვლელი, სადაცაა. დგება წყალი, რამდენჯერ იყვნენ ამასული. პოვლიან იტყვიან რა აგერავად გავაკეთებთ და დღესაც ასეა. ნალექის დროსაც წყალი პირდაპირ შემოდის ადლებში. ვარ ძალიან გაუსაძლის მდგომარეობაში. ხშირად მივმართლებ ბევრჯერ მთავრობას, მაგრამ ყურადღებას არავინ არ გვაქცევს. 2 დღის წინ გადაუღებელმა წვიმამ დასავლეთ საქართველოს დააზარალა.